მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს პირველზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტით თბილისშია ილჰამ ალიევი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პირისპირ ხვდება. მანამდე კი მას პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა, სადაც ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. შეხვედრების დაწყებამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტი დედაქალაქის მერთან კახაკალაძესთან ერთად ჰეიდარ ალიევის მონუმენტი მოინახულა და გვირგვინით შეამკო. ილჰამ ალიევის ვიზიტის დეტალები ჩემი კოლეგა თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. თეკლა გისმენთ. ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა მიხეილ ყაბელაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, სადაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ასევე ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. ბუნებრივია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა. დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები. დღეს ილჰამ ალიევი ასევე ჩამოსვლის შემდგომ ეწვია გმირთა მემორიალს და დაღუპულთა გმირებს ხსოვნას პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო. ამ წუთებში კი ილჰამ ალიევი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვდება. შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიასთან გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ჩვენი მეზობლის და მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიურია, ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობები მოიცავს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას და რა თქმა უნდა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრები ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთანაც და პრეზიდენტთანაც, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არის. ორ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრული, კეთილგანწყობილი ურთიერთობა უკვე წლების განმავლობაში არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, თუნდაც იმის გათვალისწინებით ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთული მდგომარეობა არის, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია რეგიონში, პრინციპულად მნიშვნელოვანია იყოს სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ორბელიანების სასახლეში მიხეილ ყაბელაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა. ამ წუთებში კი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასპინძლობს. შეხვედრა ცოტა ხანში დასრულდება, რის შემდგომაც მედიასთან ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება. მადლობა თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ირანის მისამართით გაჟღერებული მუქარის შემდეგ ნავთობის ფასმა ბარელზე $100 მიაღწია. შტატებში ნედრი ნავთობის ფასი გაიზარდა და $111.80 შეადგინა. ფასმა მოიმატა სხვა ქვეყნებში, თუმცა ამის მიუხედავად ნავთობის ფასი ნაცოპოზიციის მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა საქართველოში და ფასის ზრდა დღგ-სა და აქციზის გადასაღაც დაუკავშირეს იმის მიუხედავად, რომ არც ერთი მათგანი ბოლო რამდენიმე წელია არ გაზრდილა. საკითხზე კომენტარი დღეს დედაქალაქის მერმა გააკეთა. კახაკალაძის განმარტებით საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და ქალაქში საწვავის უკვე დეფიციტსა და პრობლემებზე საუბრობენ. ყველა ის ადამიანი, ვინც აკვირდება, ხედავს თუ რა სიტუაცია არის, რამდენად მძიმე მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, მე მგონი აქ კითხვები არ არსებობს, ხო? და ვიცით რატომ ხდება ფასების მატება. არა მხოლოდ ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოში
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში საუბრობენ საწვავის უკვე დეფიციტზე და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ფასები განპირობებულია იმ პროცესებთან, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. სამწუხაროდ არსებობენ ახლა ესეთი ძალები ქვეყანაში, საქართველოში, რომლებსაც დღის წესრიგში აქვს ერთადერთი თემა. იყოს უარესი ყველაფერი საქართველოში ვიდრე არის დღეს. და ის რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა და ეს ბუნებრივად იქნება ასახული საქართველოს ბაზარზე, მათთვის ეს მიუღებელია. თუ მოხდებოდა პირიქით რომ დაიწევდა აქ ფასი, ისინი იტყოდნენ რომ კიდევ უფრო მეტჯერ უნდა დაწეულიყო და აქ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არაფერ შუაშია და ასე შემდგომ. ასე რომ მათი ეს ალოგიკური დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ისინი უკვე დარჩნენ პოლიტიკური პროცესების მიღმა და ეხლა მათ დღის წესრიგში არის რომ რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი ჩვენთვის. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა მთავრობას მოუწოდებს პლასტიკის აკრძალვის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისთვის საჭიროა აკრძალვის ნაცვლად სისტემა გახდეს მართვადი, შეიქმნას გადამუშავების ინფრასტრუქტურა და შემოღებული იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ კარგად ესმით ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასმასის ნარჩენი სერიოზული გამოწვევა, თუმცა დასცენენ, რომ გადაწყვეტილებას ეკონომიკური შოკი ეფექტი ექნება. ამასთან დიდი ალბათობით გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე გაზრდას. კარგად გვესმის, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით პლასმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა. თუმცა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭიროა შესწავლილი იქნეს ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგები და სწორად დაიგეგმოს ცვლილებები. ამიტომ თვლით, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არის მიღებული. ეს რეგულაცია ფაქტობრივად აიძულებს საზოგადოებას მოუმზადებლად გადავიდეს მინის ბოთლების მოხმარებაზე და ჩამოსასხმელ პროდუქციაზე. ასეთი წინდაუხედავი გადაწყვეტილება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების 20-დან 50%-მდე ზრდას, პროდუქციის არჩევანის შემცირებას, ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას, სამუშაო ადგილების დაკარგვას. მომხმარებელთან ერთად დაზარალდებიან დისტრიბუტორები, მცირე იმპორტიორები და მეწარმეები. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყანაში გადამუშავების ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ალტერნატიული შეფუთვის განვითარება, სუბსიდიები ბიზნესისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება ეკონომიკური შოკის ეფექტი. ნეგატიური შედეგის თავიდან აცილებისათვის საჭიროა აკრძალვის ნაცვლად სისტემა გავხადოთ მართვადი. თავარი პრობლემა არა პლასმასი, არამედ მისი მართვაა. შევქმნათ გადამუშავების ინფრასტრუქტურა. შემოღებული იქნას დეპოზიტური სისტემა, რაც ევროპაში აპრობირებული მეთოდია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ხალხის ძალა გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გონივრული გადაწყვეტილების მიღებას. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე 11 მაისის 18 საათამდე შეეძლებათ. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებს, ასევე სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულიად სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი დროულად გაიარო. დღეიდან დაიწყო ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია. პირველ რიგში მინდა ყველა აბიტურიენტს უსურვო წარმატება. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია მთელი ქვეყნისთვის. ათასობით აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურზე და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანის შრომის მოყვარეობა, ძალისხმევა და მიზანმიმართულება აუცილებლად დაფასებული იქნება და ისინი დამსახურებულ ადგილს მოიპოვებენ უმაღლეს სასწავლებლებში. წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა მართველი გუნდის გადაწყვეტილებით პირველ კურსელები, როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო საფეხურზე, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან უფასოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავე ცნო. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც გიგავალიანი 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ დაასრულეს დარტყმების ტალღა, რომლის სამიზნესაც თეირანში ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედია ასევე იუწყება, რომ თავდასხმას 6 ბავშვი ემსხვერპლა. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს თეირანიც. ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებში 2 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ქუვეითმა განაცხადეს, რომ გასული ღამის განმავლობაში მათმა საჰაერო თავდაცვამ ირანის თავდასხმა მოიგერია. პარალელურად აქსიოსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შტატები და ირანი რეგიონული შუამავლების ჯგუფის მონაწილეობით 45 დღიანი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რამაც შეიძლება ომი დაასრულოს. გამოცემის ინფორმაციით უახლოეს 48 საათში შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა ეს ომის სერიოზული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად უკანასკნელი მცდელობაა. მოლაპარაკებებში შუამავლებად პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი მონაწილეობენ. ამ დრომდე უცნობია თეირანის პოზიცია დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, რასაც ამერიკის პრეზიდენტის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მთავარი პირობა ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელიც ამ დრომდე ჩაკეტილია. ირანული მედიის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში ბოლო 24 საათის განმავლობაში 15-მა გემმა გაიარა, რაც ომამდე არსებული მაჩვენებლის მხოლოდ 10%-ია. დონალდ ტრამპი თეირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების აფეთქებით დაემუქრა. მისი თქმით, თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მაშინ მთელს ქვეყანას ააფეთქებს. ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუში შტატების პრეზიდენტმა ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა. აქსიოსის ცნობით, შტატებსა და ისრაელს უკვე მომზადებული აქვთ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების გეგმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ საპასუხოდ ირანის სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხმება თავს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ამ დრომდე დაკეტილია. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საბერძნეთის პატრიარქს თეოფილე მესამეს მღვდელმთავრებთან ერთად წირვის ჩატარების უფლება დართეს, თუმცა მრევლი ღვთისმსახურებას არ დასწრებია. არსებული ინფორმაციით, ვნების კვირეული შაბათს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღეს ტაძარში შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ სასულიერო პირებს შეუშვებენ. დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. მთელი ამ კვირის განმავლობაში მორწმუნეები შეძლების დაგვარად მკაცრად მარხულობენ. ტაძრებში ყოველდღიურად სასულიერო პირები სამგლოვიარო შავი სამოსით განსაკუთრებულ მსახურებას აღავლენენ. დიდ ხუთშაბათს ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდება. ამ დღეს ქრისტემ თავისი 12 მოწაფე აზიარა, რითაც ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდ ხუთშაბათს ასევე სრულდება ფეხთბანვის რიტუალი. წითელი პარასკევი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფალი ჯვარსაც ტაძრებში იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი სრულდება, რამაც დატირება და სპეციალური საგალობლები ახლავს. დიდ შაბათს აღევლინება წირვა. ამ დროს მორწმუნეები იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააგავეს. გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 2 პირს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტის ხელკვალზე გახსნეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული პირია დაკავებული. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ცივი არაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დედაქალაქის მერის ინიციატივით მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად ერთლარად დამატებით 30 ოჯახს გადაეცა. თბილისის 10-ვე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები თბილისის მერმა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა 100-მდე განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 3150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული. დღეს 30 ოჯახს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ადამიანებს გადაეცათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში, გადაეცათ მათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მეც ძალიან მიხარია უერთები ამ ადამიანების სიხარულს და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო მინდა უსურვო ამ ოჯახებს, ვინც დგას ანალოგიური პრობლემის წინაშე, აუცილებლად უნდა მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობა, სადაც ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, ხელშეუწყობენ, აუხსნიან, ეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაძლებელი იმისთვის, რომ შემდგომი პროცესი განხორციელდეს და მოხდეს ამ ფართების დაკანონება. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურვას სპექტაკლის ვეფხისტყაოსნის პრემიერა გაიმართა. ჩვენებას კულტურის მინისტრი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. სპექტაკლი ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 140 წლის თავს ეძღვნება. საპრემიერო ჩვენებები რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე 6, 7, 17 და 18 აპრილს გაიმართება. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად გენიოსია, ყველაზე მეტად მახარებს, რომ გაგრძელება კიდევ იქნება და კიდევ არაერთს და მათ შორის ვეფხისტყაოსნის შემდეგ ნაწილსაც ვიხილავთ. თელ გუნდს ვლოცავ, განსაკუთრებით მიხარია, რომ 2000 წელი ამაზე ფიქრობდა და აი როგორც თავისი აი შვილი ისე გამოზარდა ეს სპექტაკლი, ბევრი წელი აკეთებდა ამის სცენიურ ვერსიას და მიხარია, რომ ამაში ახალგაზრდები არიან ჩართული, რომ ეს ყველაფერი რუსთაველის ეროვნულ თეატრშია. მინდა რომ ქართველობა დაბრუნდეს თავის ნამდვილ სახით. ეს არის რაინდობა, კარგი განათლება, ზრდილობა, შეიძლება პრიმიტიული სიტყვა იყოს. ეხლა დავდგამ შექსპირს და მერე დავუბრუნდები მეორე ნაწილს, რომელიც ისე მოხაზული სავით მაქვს. მომეცა საშუალება, რომ გამესახიერებინა ავთანდილი ვეფხისტყაოსნი. ეს სასწაული არ ვიცი, მე დღესაც ჯერაც არ ჯერა ეხლა მაგათ ვითამაშეთ კი არ ვიცი. ალბათ ერთი 10 სპექტაკლი რო გავა, მე რაღაცას დავიჯერებთ, რომ რაღაცა ვითამაშე. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო. ჩემპიონატის გახსნა საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. ირაკლი მეძმარიაშვილმა ჩემპიონატის პრიზიორები დააჯილდოვა. პირველი ეტაპის გამარჯვებული სანდრო თავართქილაძე გახდა, მეორე ადგილი გიორგი ბეჟიტაიშვილმა დაიკავა, მესამეზე კი სანდრო ქაჯაია გავიდა. ტურნირი 8 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გასულ წელს ჩატარდა. აღონისება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ჩემპიონატს წარმოადგენს, რომლის მიზანია ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია. თითოეული მონაწილე, რომელიც აქ არის, გარკვეულწილად იღებს იმ გამოცდილებას, რომელიც უნდა კონდეს მას საერთაშორისო სარბიელზე. ამიტომ ამ ტურნირებს და ესე ვთქვათ, ამ რბოლებს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შევძელი და პირველი რბოლა გამარჯვებით დავასრულე, როგორც შაშანდელი ბოლო რბოლა გამარჯვებით დავასრულე და იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნე ფორმას და გავაგრძელებ ესე და ჩემპიონობას არავის დაუთმებ წელსაც. რაც შეეხება თვითონ წრიულ რბოლას, ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა ზოგადად ავტოსპორტის და მომავალი თაობის აღსარდელად ყველაზე სწორი აქ არის, რომ დაიწყონ ბავშვებმა და ნელ-ნელა მიყვნენ და ნუ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი პილოტები მონაწილეობდნენ საქართველოს ჩემპიონატში წრიულ რბოლაზე, რომ რა თქმა უნდა კარგი თაობა გავზარდოთ მომავალში. დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, მშვენიერი რბოლა გამოგვივიდა, ბევრი ინციდენტი ჰქონდა. საბედნიეროდ ყველა უნებელი გამოვიდა ინციდენტი და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღვაღორძინეთ 8 წლის მერე წრიული რბოლა. შაშან პირველი ეტაპი იყო, წელს მეორე და როგორც ნახეთ, უკვე რაღაცა უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი იყო, რა ვიცი, ალბათ მთელი საქართველოს ისტორიაში სპორტში ამდენი ხალხი არავის არ ახსოვს. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე 4-დღიანი ბანაკი გაიმართა. მიზანი ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სფეროში არსებული ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის მიღება და პროფესიული უნარების განვითარება იყო. ბანაკის მონაწილეებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, კულტურის მინისტრთან და ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის დირექტორთან ერთად შეხვდა. ახალგაზრდებს ასევე საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაესვა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ.
შევაჯამეთ კურორტ კოდერძეზე ის მნიშვნელოვანი სიახლე და ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს ჰქონდა, ეს არის თემატური ბანაკი ახალგაზრდებისთვის. ძალიან საინტერესო თემატიკებზე იყო წარმოდგენილი სამივე ბანაკი. დღეს ქაუტონ ელისოსთან ერთად ჰქონდა საუბარი კულტურის მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, ტრადიციების შენარჩუნებაზე. ჰქონდა არაჩვეულებრივად საინტერესო შეხვედრა ბანაკთან, სახელოვნებო ბანაკთან, რომელიც არის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი, ესეთი სლოგანით და იყო ახალგაზრდებთან არაჩვეულებრივი დებატები, შეკითხვები, ინტერაქცია და მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ახალგაზრდებში სახელოვნებო სფეროსადმი უფრო მეტი ინტერესი გაჩნდეს. პირველ რიგში სიმბოლურია, რომ თანამედროვე და ტრადიციის ხელოვნების სინთეზზე გოდერძეზე ხვდებით, მომეცა შესაძლებლობა დღევანდელ გამართულ შეხვედრაზე დამესვა ჩემთვის საინტერესო შეკითხვები და მიმიღო ამომწურავი პასუხები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია პირველზე, ერთმანეთს ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით. Şekilde.